მეგობრებო, ეს არის GG Gaming-ი და დღეს ჩვენ ვითამაშებთ ამას FC Mobiles. და დღეს ჩვენ გვექნება პაკების გახსნა. დღეს მეორე კვირა არის უკვე ივენტის გამოვიდა ახალი ქარდები. და ხო, კიდევ Iniesta-ს ჩაპტერი გამოვიდა. ასევე რევარდებშიც Team Iniesta გამოვიდა, სადაც ასევე უნდა დავხურო, გადაწყვეტილი მაქვს. და ასევე ვაპირებ რომ Iniesta ავიღო ქარდებიდან, რომელსაც უკვე ოვერი მოემატა და სტატებით დაებუსტა, რაც ძალიან მიხარია. ასევე დაებუსტა ტოტისას და კიელინისაც და ესეც კარგია. ესეც კარგია, ხო. მოკლედ დღეს ჩვენ გვაქვს 14000 ჯემი. ნუ დღეს ამისთვის ბევრი ჯემი ვერ მოვაგროვე, უფრო ბევრს მოვაგროვებდი, მაგრამ ჰიტში არა ვარ მაღალ დაიმენჟენებზე, როდესაც კვირა მთავრდება, როდესაც მაღალ დაიმენჟენში ხარ. მაგალითად მენეჯერის რეჟიმში, ჰიტში, ან versus attack-ში, მაშინ გაძლევს ჯემებს უფრო მაღალს, მაგრამ ამჯერად არ ვარ მაღალ დაიმენჟენში. ხო. მოკლედ ახლა გადავიდეთ თორში. დღეს მინდა რომ გაყიდვადი პაკები უფრო მეტი გავხსნა, მაგრამ პირველ რიგში ვაპირებ რომ გავხსნა აი 3000 ჯემიანი პაკი. თუ რაღაც კარგს დავაგდებ, მაგალითად 100-იანს დავაგდებ, 100-იანს გუნდში ნამდვილად არ ჩავსვავ, ჩავაბარებ და გავაკეთებ player pick-საც. და იმედია გამიმართლებს. თუ ოდეგორს დავაგდებ, ედეგორს ძალიან კარგი იქნება ეგეც. აბა მიდი, ვინმე კარგი გთხოვ. ვინმე კარგი გთხოვ. ერმარელი სიდიემ გთხოვ. კიპერი ბაუმანი? იეს, მეგობრებო, დავაგდეთ 100-იანი. კარგი იყო. ეს მომეწონა. 100-იან დავაგდეთ და არ ვიცი, შეიძლება გავუშვა player pick-ის ტოკენებში, ან შეიძლება იმაში გავუშვა, რა ქვია. Share point-ებს, იმიტომ რომ share point-ები ძალიან მჭირდება. გადავიდეთ ახლა და გავხსნათ 1500-იანი პაკები. პირველი. აქედან თუ რამეს გაისვრის და ძალიან კარგი იქნება. კარგია. ტოქსის ბელგიელი ვანაკელი. არა, დეკეტელ არის. 24 მილიონი, კარგია. ცუდი არ არის. ცუდი სტარტი არ იყო. კიდევ ერთხელ მიდი. კიდევ ერთხელ შევიდა. ოღონდ ახლა ეს Winter Wonders-ია. ფინეთი 98 ოვერიანი ლოდი. ესეც არ არის ცუდი. კიდევ ერთი გავხსნათ. ნახოთ რას დავაგდებთ. აქ არ შევიდა. მაგრამ 15 მილიონი არის მაინც. ახლა მე ვფიქრობ 4000-იანი ხო არ გავხსნა და მე 2 1500-იანი. მოდი მანამდე გადავიდეთ ჩვენ. და ერთი 2500-იანი მივახსნათ. ასე ჯობია. და მერე თუ ორი ეს ხო არ გავხსნა და მერე 1500-იანი. მოდი ჯერ ერთ გავხსნით და მერე გადავწყვეტ რას გავაკეთებ. თხოვ შედი რა, აი. უბრალოდ ყველაზე დაბალ ოვერიანი არ დააგდო, თხოვ. არა, ეს პაკები არ არის კაი. გადავიდეთ და ისევ 1500-იანები გავხსნათ. ბოლო დარჩა? არა, 2 დარჩა. მოდი ორივე ერთად გავხსნათ, ვითომ? არ ვიცი, მეგობრებო. რატომ გავხსნა ერთად? აქ თხოვ რამე კარგი დააგდე. ძვირადღირებული. არა.
რამე ძვირადღირებული ძალიან მჭირდება ახლა ჩემს გუნდში. რამე კარგი დააგდე, არა. კიდევ ერთი 15 მილიონი. მოკლედ მეგობრებო, ახლა იმ ქარს არ ვიცი რა უყო. ბაუმანს გუნდში არ დავტოვებ. 109 ოვერიანია და იმით შეიძლება უკვე სხვა ქარდები ავიღო. გადავიდეთ ახლა და გავიდეთ. ხო ეს მიქაუტაძე დავტოვე გუნდში. მოდი დანარჩენები 15 მილიონებიანია და გადავიდეთ და უბრალოდ exchange-ი გავუკეთოთ, ესეც მივაყოლოთ 75. ცუდი არ არის. ახლა კი დროა გადავწყვიტო თუ რა გავუკეთო ბაუმანს, მაგრამ მინდა რომ ნახო რამდენი შეთ პოინტი ბაუმანს. 120 შეთ პოინტი ხო არ ხატო. მაშინ ძალიან დიდი რისკი იქნება მეგობრებო. თუ მე ახლა გავაკეთებ player picks 7-დან 11-მდე ძალიან დიდი რისკი იქნება. მოდი არ მინდა. არ გავრისკო შეთ პოინტები მჭირდება, ამიტომაც შევაბარებ ამათ ყველას. აი ეს. ბაუმანი მხოლოდ ერთი ოვერით მეტი იყო. გარემო ასათიანი რო დაეგდო, მაგარი იქნებოდა ძალიან. 100-იანი რახან დააგდო. მოიწერე ის სხვა ქარდების ხომ არ შემიძლია რომ რამე გავაკეთო. არა ბიჭო, ხო არ გატოვ, ბევრი ქარდია. ხო, ბევრი ქარდია. კარლის პუიოს და კომპანიის არა ბევრია. ხო, მოკლედ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ვიდეო. იმედია მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ხილაკი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი კარგი ვიდეოები. იმედია კარგი ვიდეოები. ახლა გემშვიდობებით, აბა კარგად.